აფრიკის უდიდეს და ყველაზე ქაოტურ ქალაქში, სადაც მრავალზოლიანი მაგისტრალები ნისლიანი ჰორიზონტისკენ მიემართება და მბზინავი შუშის კოშკები ატლანტის ოკეანის მზეს ირეკლავენ, თანამედროვე ლაგოსის ინტენსიური ზედაპირის ქვეშ ადამიანებისთვის უცნობი სამყარო იმალება. ამ ადგილს ტურისტულ გზამკვლევებში ვერასდროს ნახავთ. ის მზარდი ქალაქის და ახალი ფინანსური ცენტრის დახვეწილი იმიჯისგან სრულიად განსხვავებულია. აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და გადატვირთული ხიდის სვეტების ქვეშ მდებარეობს დასახლება, რომელიც თითქმის მთლიანად წყალზეა აშენებული. ეს მაკოკოა, უნიკალური დასახლება, რომლის შესახებაც ადამიანებს საუბარი არ უყვართ. შორიდან მაკოკო მცურავ ლაბირინთს წააგავს, რომელიც დაზიანებული ხის კონსტრუქციებისგანაა აგებული. აქ გადაადგილების ერთადერთი საშუალება მცირე ზომის ნავებია. მაკოკო 100,000-ობით ადამიანის სახლია. მათი უმეტესობისთვის ეს ადგილი მთელი ცხოვრება იმ ერთადერთ ადგილად დარჩება, რომელსაც სახლი ჰქვია. მაკოკოს ისტორია მე-19 საუკუნეში იწყება. სწორედ ამ დროს დასახლდნენ აქ პირველი მეთევზეები. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ამ ადგილებში ბევრი თევზი იყო, მეზობელი სოფლებიდან ხალხმა ჩამოსვლა დაიწყო. დროთა განმავლობაში ლაგოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ურბანულ ცენტრად გადაიქცა. როდესაც ქალაქის მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა, მის ცენტრთან ახლოს მდებარე მიწები წარმოუდგენლად გაძვირდა. მოსახლეობას ადაპტაციის გარდა არაფერი დარჩენოდა. სქელხის ბოძებზე აშენებული სახლები წყალზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე იდგა. რთული პლატფორმები და ბილიკები შენობებს ერთმანეთთან აკავშირებდა, რის გამოც ეს ადგილი სრულფასოვან ქალაქს დაემსგავსა. დღეს მაკოკოს დიდი ნაწილი წყლის ზემოთ მყარად დგას. ის, რაც გამოუვალი მდგომარეობით დაიწყო, თაობების განმავლობაში კულტურული დენტობად იქცა. მთელი ხის ნავები სახლებს შორის მუდმივად აცურავენ. ბავშვები სკოლაში ნავით მიდიან. ვაჭრები ვიწრო პლატფორმებზე საქონელს წარმოუდგენელი სისწრაფით ახარისხებენ. მეთევზეები მზის ამოსვლამდე ღია ზღვაში გადიან და ბადეებს ისვრიან. სახლში კი მუდმივად ნადავლით ბრუნდებიან. აქ მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობისთვის თევზაობა გადარჩენის ერთადერთ გზას წარმოადგენს. ზოგიერთი მათგანი ფულს ბადეების დამზადებაში და ტროპიკული ხისგან ნავების აგებაში შეუვლობს. მიღებული ფულით ისინი პირველადი საჭიროების ნივთებს, საკვებსა და ტანსაცმელს ყიდულობენ. მაკოკოში ყველაფერი ოკეანეზეა დამოკიდებული. სწორედ ის განსაზღვრავს, რამდენად შეძლებს მოსახლეობა გადარჩენას. მოსახლეობა აქ ყოველთვის სწრაფად იზრდება. ზოგიერთ სახლს ელექტროენერგიაც აქვს, რომელსაც ადამიანები ბენზინის გენერატორების დახმარებით იღებენ. თუმცა მოსახლეობის უმეტესობისთვის მსგავსი რამ ფუფუნების საგანს წარმოადგენს. სუფთა სასმელი წყალი ამ ადგილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია. დასახლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ცენტრალიზებული კანალიზაციის სისტემის არარსებობა, რის გამოც ნარჩენები ხშირად პირდაპირ წყალში ჩაედინება. ამის მიუხედავად, ბავშვები წყალში მუდმივად თამაშობენ. მაკოკოში გარემოსთან ადაპტაცია მაშინვე იწყება, როგორც კი ბავშვი სიარულს იწყებს. ლაგოს ხშირად აღწერენ, როგორც შეუზღუდავი შესაძლებლობებისა და ამბიციების ქალაქს, მაგრამ მაკოკო განსხვავებულ, უფრო რთულ და კომპლექსურ ურბანულ დასახლებას წარმოადგენს. არქიტექტურული უნიკალურობის გარდა, მაკოკო სპეციფიკური კულტურითაც გამოირჩევა. დასახლებაში ძირითადად ეგუნის ხალხი ცხოვრობს, რომელთა წინაპრებიც თევზაობასა და ვაჭრობასთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი. ეგუნის ხალხისთვის სხვა არა დაბრკოლებას, არამედ მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მათ გადარჩენას უზრუნველყოფდა. დასახლებაში ჩამოყალიბებული სოციალური ერთიანობის განცდა ლაგოსის დანარჩენი რეგიონებისგან საკმაოდ განსხვავებულია. აქ ნახავთ მკერავებს, რომლებიც ტანსაცმელს ვიწრო ნავებში კერავენ და მცურავ საპარიკმახეროებს, სადაც მაცხოვრებლები თმას მუდმივად იჭრიან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი ხე-ტყის მრეწველობაა. გამომდინარე იქიდან, რომ დასახლება ხისგანაა აგებული, მაკოკოში ლპობისადმი მდგრადი ტროპიკული ხე-ტყისა და გამოცდილი დურგლების მუდმივი მოთხოვნა. ეს ყველაფერი სანაპიროზე სახერხი ქარხნებისა და სახელოსნოების წარმოქმნას განაპირობებს, რაც ათასობით ადამიანისთვის სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, მაკოკოში 100,000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ოფიციალური სტატისტიკაც კი მოსახლეობის რეალურ მასშტაბებს ვერ ასახავს. ათწლეულების განმავლობაში დასახლება იურიდიულად და პოლიტიკურად ნაცრისფერ ზონაში არსებობდა. არაფორმალური, ხშირად დაუდგენელი, მაგრამ ძალიან დიდი იმისთვის, რომ იგნორირება მომხდარიყო. არასტაბილური პირობების მიუხედავად, მაკოკო დახვეწილ სოციალურ სისტემას წარმოადგენს. მცირე ზომის ხის სახლებში ხშირად რამდენიმე თაობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ყველაფრის მიუხედავად, აქ მცხოვრები ადამიანები ცდილობენ, რომ საკუთარ შვილებს მცირედი განათლება მაინც მისცენ. დასახლებაში რამდენიმე პატარა კერძო სკოლა ფუნქციონირებს. რესურსები მწირია, მაგრამ ეს სკოლები განათლების მიღების ერთადერთ გზას წარმოადგენს. წლების წინ რთამბეჭდავმა სამკუთხა მცურავმა სკოლამ გლობალური ყურადღება მიიპყრო. მდგრადი ხისა და ბამბუკისგან აშენებული ის იმედისა და ინოვაციის სიმბოლოდ იქცა. თუმცა ასეთი ექსპერიმენტული სტრუქტურების შენარჩუნება მკაცრ საზღვაო გარემოში წარმოუდგენლად რთულია. ძლიერი ქარისა და მარილით გაჯერებული ჰაერის გამო კონსტრუქცია სწრაფად დაზიანდა. საბოლოოდ შენობა ჩამოინგრა, რაც ნათელი მაგალითი გახდა იმისა, თუ რამდენად არასტაბილურია ასეთ გარემოში ცხოვრება. კიდევ ერთ დიდ პრობლემას ჟანდაცვა წარმოადგენს. წყალზე მდებარე დასახლებაში სამედიცინო დაწესებულებებს ან კლინიკებს
ვერ სადნახავთ. საგანგებო სიტუაციების დროს პაციენტების ლაგოში გადაყვანა ხდება საჭირო. გარდა ამისა, სანიტარული პირობების ნაკლებობა სხვადასხვა დაავადებების გავრცელებასაც ხელს უწყობს და მაინც ამ სირთულეების მიუხედავად მაკოკოში ცხოვრება კვლავ გრძელდება. მაკოკოს კიდევ ერთ პრობლემას მისი პოლიტიკური სტატუსი წარმოადგენს. წლების განმავლობაში ხელისუფლება თვლიდა, რომ დასახლება პოტენციურად მომგებიანი სანაპიროს განვითარების გზაზე არსებულ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ამიტომაც აქ ხშირად ჩნდებიან მთავრობის მიერ გამოგზავნილი ადამიანები, რომლებიც უკანონო დაშენებულ კონსტრუქციებს ანადგურებენ. მაკოკო პრემიუმ კლასის უძრავ ქონებას იკავებს, რომელიც დეველოპერების აზრით შეიძლება მდიდრულ დასახლებად ან კომერციულ ცენტრად იქცეს. ეს დაძაბულობა უფრო ფართო გლობალურ რეალობას ასახავს, როდესაც მეგაპოლისები თავბრუდამხვევის სწრაფით იზრდებიან, საკმარისი ადგილი არასდროს რჩება. ლაგოსის გულში ცათამბჯენებით სისკენაა მიმართული. მაკოკოში კი ხის სახლები ტალახიან წყალზე დგას. ეს ერთი სამყაროს ორი ნაწილია. მდიდრული შენობების გვერდით მდებარე ჯურღმლები მკაფიოდ გადმოსცემს იმას, თუ რამდენად უთანასწოროა სამყარო. ხშირად მაკოკოს მხოლოდ უღარიბეს დასახლებად აღწერენ, მაგრამ რეალურად ეს ადგილი გვიჩვენებს, რომ ადამიანებს ადაპტაცია ნებისმიერ გარემოსთან შეუძლიათ. აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ფუნქციონირებადი, თვითმმართველი საზოგადოება შექმნეს, რომელიც საკუთარი წესებითა და კანონებით ცხოვრობს. დიდი ხნის წინ შექმნილი სოციალური სისტემები მუდმივი არასტაბილურობის პირობებში ადამიანების გადარჩენას ხელს უწყობს. მაკოკოს სიახლოვეს მდებარე ხიდს ყოველდღიურად ათასობით მანქანა კვეთს, მაგრამ მათი მძღოლები ყურადღებასაც არ აქცევენ იმ ფაქტს, რაც ხიდის ქვეშ ხდება. მიუხედავად ამისა, ეს დასახლება უამრავ პროვინციულ ქალაქზე დიდია. ეს არის ქალაქი, რომელიც ძელებზე აგებული, ხოლო მისი გზები ასფალტის ნაცვლად წყალზე გადის. მაკოკო არც დაფარული სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი. ეს არის დასტური იმისა, თუ რა ხდება ქალაქში, როდესაც ზრდა დაგეგმარებას აჭარბებს და როდესაც შესაძლებლობები და უთანასწორობა თავს ერთდროულად იჩენს. ქალაქი, რომელიც ოფიციალურად არ უნდა არსებობდეს, არსებობას კვლავ განაგრძობს. ნავები ვიწრო არხებში ყოველდღიურად დაცურავენ. ბავშვები წყალში ხტებიან და მთელ დღეს თამაში ატარებენ. ამ ადამიანებს კი მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ: იმედი იმისა, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. თუ მოგეწონათ ვიდეო, მისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც მსოფლიოში კიდევ უამრავი ადგილია, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა შეიტყოთ.